იცოდეთ, აი თქვენი განცხადება არის ეს 12 რიცხვის და დეзинფორმაციული და ანტიხანტული პროპაგანდა უკვე დასავლურ მედიაში შეინიშნება. თქვენი კომენტარი. ну, მაშინ გავაკეთე მე კომენტარი, შემიძლია ახლა გაგიმეოროთ, რომ საბედნიეროდ ეს ალღა შემცირდა. მაინც ერთჯერადი გამოყენებისა იყო ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს საფუძვლად ეძებოდა ედო და ახლა თუ რამე ხდება არის ძალიან დიდი ფული, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ გამოყო ამ ბიზნესთვის. საინფორმაციო ომის საწარმოებლად, ახლა 21 საუკუნეა და არა დამალვა ძალიან ძნელია ფაქტებისა და დააკვირდით რაზე იყო ყველაფერი გათვლილი. გათვლილი იყო ყველაფერი იმაზე, რომ ქართველებიც მწვანეები არიან. ეს კი არა რუსები მწვანეები არიან, როგორ უნდა დამალოთ საოკუპაციო ჯარები. 8 ამერიკული საკმაოდ სოლიდური კომპანია ყავთ დაქირავებული, შემიძლია სახელები გითხრათ და მათი ვებმისამართები შეგიძლიათ ნახოთ, დამალული ინფორმაცია არ არის. რეგისტრირებული PR კომპანიებია, რომლებიც ოფიციალურად ვალდებული არიან წარადგინონ ანგარიში, ვისგან რამდენი ფული აიღეს. 8 მილიონი დოლარი დახარჯულია ამ საქმეზე. ეს რაც ოფიციალურად შეგვიძლია ინტერნეტში ნახოთ. ეს იქნება და მე ვიძახი კომპანიებში რაც წავიდა ოფიციალურად. ეხლა შავი ფული უფრო ბევრი იქნება. ნუ ახლა შავი ფული სამწუხაროდ რუსეთს იმდენი ქონდა, რომ არ ვიცი. და ამიტომ აი ეს რაღაც ტენდენციები, რომელიც გამოჩნდა, ხო, რაღაც ის ნიშნის ქვეშ დაყენება. დღეს ახლა ის ჟურნალისტები, ის მედია საშუალებები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ რომ გამოვიდა რომ კაგებეს თამაში ითამაშეს. ჟურნალისტის ვალდია რომ ყველა სკანდალური ინფორმაცია გააშუქოს და ვისთანაც არ უნდა მიეტანათ თავშოთ იგივე ქრისტის თუ ქრისტეს ისტორია სკანდალური იქნებოდა და რა თქმა უნდა ყველა გააშუქებდა, მაგრამ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაციების ნაწილი. მე უფრო მეტ გეტყვით, თქვენ რო აიღოთ უფრო შორს წავიდნენ. ერთ-ერთი ამერიკელი სენატორი, ერთ-ერთი ფრანგული ასე ვთქვათ კვლევითი ცენტრის და ერთ-ერთი გერმანული გამომცემლობის ესე იგი ნაღვაწარი საქართველოს ნახვამი და შეადაროთ ერთმანეთს. გეგმებათ აი კაპიროვკას რო ეძახიან, ის არის გაკეთებული ციტყვები კი არა, ფაზები მეორდება და წინადადებები მეორდება, ხო? მუშაობენ, რაც იზავს, მაგრამ რეკრუტირებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, მაგათაც იმუშაობენ, გამოვიდნენ ეგეთი. ამერიკული მეგობრები არა, ეს ალბათ ჩვენი სამუშაოა, ჩვენი სიმართლე თავის დროს მაინც ნახავს და ყოველთვის მოკლე ფეხი ყოველთვის ხონდა და ეხლა მით უმეტეს უფრო მოკლე ფეხია. თუ ჩვენი არ ჯერათ მოусმინონ რა წერენ დაუშვათ იგივე რუსი ჟურნალისტები, წაიკითხონ რა დაწერა მაგალითად ბოლოს იურია ლატინინამ, რომელსაც უზარმაზარი 3 სტატია მიუძღვნა ომს. წაიკითხონ ბატონი ილარიონოვის სტატიები ამასთან დაკავშირებით, სერგეი გაუერის სტატიები. ამ ილარიონოვის სტატია დაუჯერა ჩვენ მთავრობამ მიპირდა გამკვირვებია და მე კარგი რეკომენდაციები იყო ეკონომიკური რაღაც სოძლებისთვის და ვინ ხარ არ დაუჯერა. კოსმეტიკური თერაპია. კოსმეტიკური არა, მაგრამ მე დაგითხრათ რომ ილარიონს სერიოზულადაც დაუჯერეს. კოსმეტიკული არა. კარგი, დავიკავებთ. მოდით მაყურებელი შემოვიყვანოთ ბატონო თემო და რეკლამის შემდგომ გავცემ პასუხი. გისმენთ ეთერში ხარ? ალო? გისმენთ ბატონო. გამარჯობა. ბატონო დათო. კი ბატონო გისმენთ. ერთი რაღაცა მაინტერესებს. ყველა ამბობს დემოკრატია. ეს ტელევიზორი რო გამორთეთ და ინფორმაცია ჩვენ არ ვღებულობთ რუსეთის ინფორმაციას. მე არა ვარ პატარა ბავშვი, მე არა ვარ მე შემიძლია განვასხო ცუდით და კარგით. ხო შეიძლება რომ იქიდან და აქედანაც გავიგოთ სიმართლე. აი ბატონი თემური ამბობს, იქ გაზეთში წერიაო. ამ გაზეთის კითხვას ჯობია მოგცეთ ინფორმაცია რა ხდება რუსეთში, მე არ ვიცი ეს თურქული, ის ესპანური ენები არ ვიცი. Дараჯობია რომ მოგცეთ ინფორმაცია რა ხდება სოფლიოში. Kakit გასაგებია თქვენი გასაგები. რუსეთში. კი ბატონო, მივხვდით თქვენ ამბობთ რუსული საინფორმაციოები და რუსული არხები რა თქმა რეკლამის შემდეგ ვიდებით ბატონი თემური აქცენტ პასუხს თავის დროზე ბატონი თემური იყო ამ იდეის ავტორი და ინიციატორი და მე მგონი პედაგოგ ეტაპზე და რაღაც სეგმენტზე იმუშავა
ამას შეზღუდვა. ეხლა რატომ არ გვიცავენ, ამაზე რეკლამის შემდგომ მოისმენთ პასუხს. რეკლამა ჩვენს ეთერში. ბატონო, ძალიან ესეთი პიკანტური თემა არის. მოდით ესე ვთქვათ, იქ საშინელი აგვისტოს დღეებიდან მოყოლებული ჩვენ გამორთული გვაქვს რუსული არხები, რომელთაგან ვთქვათ 59 წლის დეკლარაციაზე ადამიანის უფლებების და სადაც მერე ინფორმაციის არისხული გაცნო, საჩვენე რესტორანში გამოაწერა მაგ დოკუმენტს რატიფიკაციას ხელია, რატომ აი ამ რეჟიმში რომ ერთ-ერთი თუნდა სრული, თუნდა მაოკუპირებელი მამოძრავი ქვეყნის ტელევიზიების, ესე ვთქვათ, მეგულისხმობს საინფორმაციო ტელევიზიების შახშობა გვაქვს აქ ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის მაყურებლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეკითხება იგივეს. მინდა გითხრათ, რომ დიახაც ჩემი ინიციატივა იყო, რომ რუსული არხები გათიშულიყო. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი ინიციატივა. იმდენად, რამდენადაც მე არ მგონია, რომ ომის პირობებში ჩვენ კიდევ პერსონალს ეს საშუალება, რომ პროპაგანდა აწარმოოს ჩვენივე ქვეყანაში. რაც შეეხება მოსახლეობამ თვითონ გაარჩიოს, მე არანაირად ეტის ქვეშ არ ვაყენებ მოსახლეობის უნარს, რომ კარგი და ცუდი გაარჩიოს. მე მინდა გითხრათ, რომ გერმანელები არ იყვნენ ალბათ ყველაზე ბოლო ერი მსოფლიოში, რომელზეც პროპაგანდა იმუშავა ისე, როგორც იმუშავა მეორე მსოფლიო ომის დროს. ასე მინდა დავამძინო, რომ არც იაკობაჩესაც მის უწყებას ხელში პულტი არ აქვს საქართველოს გამოსახული, ამიტომ ჩაფო გამორთვა მე არ მეხება. უფრო მეტ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ რუსული არხების საკმაოდ დიდი რაოდენობა გადის კაბელურ არხებზეც, ისეც გადის, ისინი არ იბლოკება, იგივე RTV-ი გადის, რომელსაც აქვს ინფორმაციო, არ გადის თუ არ ვწდები 3 თუ 4 არხი არ გადის ისეთ ხმამაღლა ნათქვამია, იმიტომ რომ ვისაც აქვს სატელიტური ცეცხლები, თემი არა, 4000 ცეცხლია გაყიდული. არა, მე მგონი უფრო მეტია გაყიდული, ისინი უყურებენ, ამიტომ თუ აკრძალვაზეა და აბუზარდებაზეა ლაპარაკი, მაშინ ცეცხლსაც აკრძალავდნენ და აბუსაც დააბეჭდნენ. მე იმედი მაქვს, რომ არხები ადრე თუ გვიან მაინც ჩაერთვება, როგორც კი ამ არხებზე გამოჩნდება, ასე ვთქვათ, უფრო ცივილური მეთოდები ურთიერთობების და მეზობელ სახელმწიფოსთან. მე ამ ხონდა ნანახი, ეხლა ხან ბოლოს მანახეს დაიჯესტი. იმისა რა გადიოდა საქართველოსზე, ახლა როგორც თქვენ არ უყურებთ, ისინი მე არ უყურებ. არა ჩაწერილი მანახეს, აი იმ დღეების ქრონიკა რა გადიოდა. მე ვფიქრობ, რომ აი თქვენმა ტელევიზიამ რომ აიღოს ესეთი ინიციატივა და მოსახლეობას ანახოს ეს კადრები. კი, დაუმალოთ, აი უბრალოდ ვანახოთ, რა ლაპარაკობდა რუსეთის ტელევიზია ომის დროს. და მე მოსახლეობამ თვითონ იფიქროს, ეს ჩათარხელი იყო ეს არხები თუ არ იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ჩემ აზრზე ვჩები, მაგრამ მე არ მაქვს პულტი ხელში, რომელზეც ან ჩავსა ან გამოსვა. ვის გააქვს პულტი გითხარით? კერძო საკაბელო კომპანია. დაიჭერა ბატონო თეო, საკმაოდ კარგად ვერკვევი. იყო ინსტრუქტორი, მოდით ესეთი ფორმულა დავიყავით და ხელში პულტი არ ეჭირა. სატელეფონო უფლება ხომ აქვს, არა? ნუ საერთოდ ლაბორატორია საკაბელო დირექტორს ის რომ მე და ზევიდან არის ეს. მოდით ესეთი ფორმულა გამოვნახოთ. აი თქვენ რაღაც კეთილი ჟესტი გააკეთეთ და პასუხზე დასახდით ყველას რომ ამას დავაკეთებ ამას. ის გვისმენს ხელისუფლებიდან გადაწყვეტონ ესე რენტები ჩაგვიქცევთ დანარჩენ ჯანდაბას 1-2-3 წელი გავუწევთ, მაგრამ რენტები ცოტათი ეს არის უფრო გონივრული და აქ არჩეული უფრო ნეიტრალური კი გაზპრომის არის, მაგრამ მაინც შედარებითი თავისუფლება საჩვენებს RTV ეს გაზპრომის არის. და შპიგელის გაზპრომის არის გერმანიაში. ნუ 80% მედიის და რუსები გიკონტროლებენ. ხოდა რენტები ჩავქროთ ვისაც ეს პულტი რეალურად ხელში უჭირავს და ცოტათი დაბალანსდება, იმიტომ რომ ინფორმაცია არის. მინდა გითხრათ, რომ რუსული გაზეთები საქართველოში აკრძალული არ არის. მინდა გითხრათ, ინტერნეტი გახსნილია, იყო დაბლოკირებული, გახსნილია. იგი ხალხია, უბრალოდ მოსახლეობას, ვისაც საკანონმდებლო ხუთმარცის რეჟიმ მასის ინფორმაცია. ეს არის იგი ფორმალური მოსახლეობიდან. მე ვფიქრობ, რომ მეკითხომელი ინფორმაცია არ არის, მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ გაუშვათ პატარა ყოლაში გააკეთოს, იმისა რაც უშვებდნენ ზესტიში და ისე სხვა გებელსის ტიპის პროპაგანდისტული შაურაზნეური იყო, ვიდრე ამხანაგი გებელსისა და მოდის მაინც შევკაცდეთ და რენტები ჩავთვალოთ მათ საინფორმაციო განსხვავდება ის საერთოდ საშინელება არის.